15-წლიანი ისტორიის შეჯამება ბავშვთა ანსამბლის შავნაბა და საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად მსმენელთან შესახვედრად ემზადება პროგრამაშია ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერების შესრულდება ცნობილი ნომრების ახალი ვერსიები. წლების მანძილზე შავნაბადას ბავშვთა ანსამბლი პირველი არხის პროექტებში, მათ შორის მეგაპროექტ რანინაში აქტიურად მონაწილეობს. საიუბილეო კონცერტი კონსერვატორის დიდ დარბაზში 28 ივნისს და 4 ივლისს გაიმართება. ბავშვთა გუნდი შავნაბადა საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება. ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერის საღამო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზშია დაგეგმილი. ბავშვთა ანსამბლის დაარსებიდან 15 წელი შესრულდა. წლების განმავლობაში სიმღერის შესწავლის სურვილი იმდენმა ბავშვმა გამოთქვა, რომ დღეს შავნაბადა უკვე არაერთ ასაკობრივ ჯგუფს აერთიანებს. მოსწავლეთა დიდი რაოდენობის გამო თავდაპირველად დაგეგმილი ერთის ნაცვლად 2 კონცერტი გაიმართება. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება 2 საღამოს განმავლობაში მოისმინოს ბავშვების მიერ შესრულებული ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები. ორ ნაწილად იმიტოა გაყოფილი, რომ საბედნიეროდ პირველი არხის პროექტმა რანინამ და მასში მონაწილე ანსამბლმა შავნაბადამ მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ხალხური სიმღერის პოპულარიზაციაში, რამაც გაამრავლა ბავშვების რაოდენობა, არა მხოლოდ ჩვენთან, გონია რომ ყველა სტუდიაში ტრენდული და პრესტიჟული გახადა ხალხური შემოქმედება. ასე რომ საბედნიეროდ რაოდენობა ვერ ეტევა ბავშვების ერთ საკონცერტო მოცემულობაში და 2 დღეზე იქნება გადანაწილებული. შავნაბადა 20 წლის წინ შეიქმნა და ჩვენი შექმნიდან 5 წლის თავზე ჰქონდა სურვილი, რომ ჩვენი ცოდნა გამოცდილება ბავშვებისთვის გაგვეზიარებინა, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვიყავით ამ სიკეთის მატარებლები, რომელიც ჩვენივე პედაგოგებმა გაგვიზიარა და მოგვცა. ასე რომ ეს არის დიდი ჯაჭვი ხალხური შემოქმედების ხელხემალი დგას თაობიდან თაობაზე გადაცემის კულტურაში. კონცერტის რეპერტუარი მოიცავს საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერის გამორჩეულ ნიმუშებს. კომპოზიციების უმეტესობა ახლებური ვერსიებით იქნება წარმოდგენილი. საღამოს კულმინაცია კი ბავშვთა გუნდის მიერ შესრულებული ჩაკრულო იქნება. ძალიან მოხარული ვარ, რომ ქართულ ხალხურ სიმღერებს ვეუფლები, რა თქმა უნდა, შავნაბადასთან ერთად და ეს ჩემი საქართველოს დიდი მომავალია. მე უკვე ძალიან ბევრი ხანია რაც სიმღერაზე დავდივარ, სანამ შემოვიდოდი შავნაბადაში, სინამდვილეში დავდივოდი სხვაგან სხვა ჯგუფში, მე რადგანაც გიორგი მასწავლებელი აქეთკენ გადმოვიდა, მეც აქეთკენ გადმოვედი და აქ ვსწავლობ უკვე 3-4 წელია. კონცერტის ამზადის საკმაოდ პასუხისგებლიანი და რთულია. ძალიან ბევრი დებიუტანტი გამოდის ამ კონცერტზე. ეს ჯგუფიც, რომელიც აქ გავხოთ პირველად გამოდიან კონცერტზე, საკმაოდ პასუხისგებლობით ეკიდებიან. რა თქმა უნდა, ნერვიულობენ, მაგრამ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა დიდი იმედი გვაქვს. ბავშვთა გუნდი შავნაბადა არაერთ მნიშვნელოვან კულტურულ პროექტში მონაწილეობს. მათ შორის არის საქართველოს პირველი არხის პოპულარული და რეიტინგული მუსიკალური პროექტი რანინა. რანინას სხვადასხვა სეზონში შავნაბადას წევრი ბავშვები კონკურსანტებთან ერთად ასრულებენ სხვადასხვა კომპოზიციებს. საიუბილეო კონცერტი თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში 28 ივნისს და 4 ივლისს გაიმართება.